წარმოიდგინე საქართველოს 1%-ში რო შედიოდე, უნდა აკეთებდე თვეში სულ რაღაც 3300 ლარს. ანუ მე როცა ვამბობ, რომ იმისთვის რომ არ იყო ისეთი როგორიც არის ყველა, ნახე, არ გულისხმობ იმას, რომ უნდა აკეთებდე 3300 ლარს. 3300 ლარი თვეში არაფერზე არ გეყოფა. გეყოფა ალბათ ტრანსპორტზე, საჭმელზე და კომუნალურებზე დღეს. არ ვიცი, მე ესე ვფიქრობ და თუ უფრო ნაკლებს იმყოფინებ, ეგ შენი უნარია ალბათ, მე არ შემიძლია. ანუ 3300 ლარი თვეში უნდა ყოფნიდეს, ალბათ, 3 დღე, 7 დღე და თუ გინდა უფრო დიდი წარმატება, მე მგონი ეს мотиваცია საერთოდ არ გაძლევს 3300 ლარი თვეში. თუ ეგ გაძლევს мотиваციას, კი ბატონო, არა პრობლემა, მაგრამ მე როცა ვიწყებდი გზას, როცა ვიწყებდი ვიდეოების კეთებას, რეკლამის გაშვების სწავლას, ყურადღების მოზიდვის ტექნიკებს რო ვსწავლობდი, რომ უფრო მეტი პროდუქტი გამეყიდა, ჩემი მიზანი თავში არ იყო 3300 ლარი. ჩემი მიზანი იყო $10,000, $20,000, $50,000 თვეში. ეს მაძლევდა мотиваციას, ხო და რეალურად იმისთვის რომ შენ იყო გამორჩეული მასისგან, უკვე არა 99%-ზე მეტი უნდა აკეთო, არამედ 99% მთელს და 5/1000-ზე მეტი. დაახლოებით. ან შეიძლება უფრო ნაკლებში შედიოდე. იმიტომ რომ თუ 1%-ია 3300 ლარი, 0.5% იქნება 10,000 ლარიდან და ზემოთ. და 0.1% იქნება $10,000-დან და ზემოთ. ამიტომაც შენი თავარი ფოკუსი უნდა იყოს ზუსტად იმ 0.1%-ზე. ნახე, რას აკეთებს ეს 0.1%? როგორ ცხოვრობს, როგორი ჩვევები აქვს, ვისთან მეგობრობს, რას არ აკეთებს ისე როგორც უმეტესობა. დაიწყე, ეგ ყველაფერი დანერგე, რა წიგნებს კითხულობს ნახე, როგორ ვიდეოებს უყურებს, როგორ საუბრობს, შეისწავლე სრულად ამ ადამიანის ქცევები და გექნება შენს. თავისით არაფერი არ მოვა და წუწუნით ხო საერთოდ ყველაფერი გაქრება. ამიტომაც წარმატებები აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და დაიწყე მოქმედება. როგორც ბანალური არ უნდა იყოს, ყველაფერი აქეთკენ მიდის. შენ უნდა აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, საკუთარ მოქმედებებზე. არ აკეთო ის, რასაც აკეთებს უმეტესობა. ბევრი მავნე-ჩვევა დათმო, ბევრი ახალი ჩვევა შეიძინო და დაიწყო წარმატებისკენ სვლა. ზუსტად ამაშია ნამდვილი кайფი. გამოიწერე ჩემი გვერდი, აქ მეტი მწარე სიმართლეა.